ხო, გაუმარჯოთ, მაგრამ ეგ არის უკვე იცი რა. მე მირეკავენ. მე სხვანაირად მელაპარაკებიან და ცალკე კიდე ხლართავენ რაღაცებს და არ მიყვარს რა. არ მიყვარს რა უსამართლო აფერისტი გამომხენებელი მეკოინე და მეპიარე ხალხი რა. მიმიფურთხებია. არც კი მინდა მე არავისი არაფერი. ვიმუშავებ ჩემი ალალის შრომით სიტყვაზე. და ვიქნები ალალ მართალი უფალთან და არავის არ გამოვიყენებ ცხოვრებაში, არც არავის ოჯახს არ დაუნგრევ, არც არავის არ დავაბულინგებ და არც არავის არ შევაჯავრებ. არავის არ ვეთყვი ცუც მეუღლეზე, ოჯახზე, გიჟიაო, არანორმალურია მოიშორეო. გაიგე? მე მომაწოდეს უკვე ინფორმაციები. ძალიან ბევრი საზოგადოება არის ჩართული. მე უჩასთან დავამთავრე ყველაფერი. მარტო მოკითხვა მინდოდა. მოკითხვა, რომ მიდიოდე დამელოცნა გზები და არ ჩამრთეს. აი მაგაზე გავნერვიულდი და გავღვიძია. ნახე, კარგი ხო გააკეთეს ერთი სიტყვით, რო ეხმარებიან, ხო კარგია. კი, მაგრამ მე რატო არ ჩამრთა? რამე შეუშვიდი ხელს? კარგია, რაც კარგი გაკეთება, ყოველთვის კარგია. შენ ხო დღეს გახარებული ხარ შელიშვილი რო ნახე? გასაგებია, მაგრამ ეს იმას ხო არ ანიშნავს ძმაო, რომ აი რაღაცა დგანან და ჩემზე ჭორაობენ ბიჭო და ლაივში მე მაბულინგებენ და როგორი ასატანია, მე ვაბულინგებ მაგათ. მე ვსაუბრობ ცუდად რამეს? ან დიტოზე ან იმაზე. არ ვიცი, ჩემთან არ გისაუბრია. და რო არის მოდი ჩამეთიშე რა. ეხოცე არ გისაუბრია ჩემთან რამე და რა ვიცი როგორ. შენ რო მე რო არ მისაუბრე, მე ჩემი ყურით მოусმინე. აკროლებული ტანსაცმელი და ბარგი გადმომყარეო დიტო ლობჟანიძე 1300 კაცში იძახდა. აი ეგეთი რაღაცა როგორ შეიძლება? ხო და მე მკითხოს ახლა, თავის პიარის გამო რასთან აკეთებს? გინდა სერგი, გინდა ეგა. ეგ არ შეიძლება, ახლა ეგეთი რაღაცა. არ ვიცი მე, არაფერი, ჩვენთან არავის არაფერი არ გილაპარაკებს. მარჩას ცხენოდეს ამ ადამიანს. მე გვერდში დაუდექი კიდე მიტევება გავაკეთე რომ კარგი ბიჭია მეთქი და წესიერი ბიჭია მეთქი და მე თავი დამნაშავედ ვიგზენი ბავშვის ამბავში და დგა და ჭორაობს ჩემზე ქალაქში უნასავით. მითხარი პირში ბიჭო თუ რამის თქმა გინდა. მოდი და დამნირეკი და კაცურად მითხარი ყველაფერი. რამე მე და გეხარ და ტყუილად პიარის გამო ხალხი ჩემი სახელით შედიხარ და პიარს იკეთებთ. უჩას სახელით რეიტინგი აიმაღლეთ. აი ესეთები ხართ ყველა. ეხა კომენტარებში რო ღმერთს გეფიცები თუ ამე მეხსენებიოს. მე ვიძახი სიმართლეს. ხვალა გიქცეს. ლობჯანა დამიწერა რომ ღმერთს გეფიცები თუ რამე მეთქვასო ქეთისთან დაკავშირებით. აბა აკროლებული ბარგი გადავყარეო და ვისზე თქვა? გადაყარესო.